მოგესალმებით. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები პოლიტიკაზე. მე გახლავართ ლაშა გიორგი ლომიძე, პარტია მძლეველი ახალი სიტყვის თავმჯდომარე. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ქვეყნის ხსნად და გადარჩენაზე, რომლის გადაწყვეტის გარეშე ქვეყანას ნამდვილად ყველა ვხედავთ, მომავალი არ აქვს. აქვე უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ დიდი ხანია არ შევხვედრილი ვართ ჩვენ ერთმანეთს. მომხსენებათ ქვეყანაში არსებული კატასტროფული, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური, ისე სულიერი მდგომარეობა ნებისმიერ ჩვენგანზე ისახება. ჩვენი პარტიაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, გაგებით რომ ამ საშუალებას, რასაც ქვია კომუნიკაცია, ერთადერთი კომუნიკაცია, რითაც ახლა ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობთ, ესეც ძალიან პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები ამ სიტყვას, ძვირად ღირებულია. ეხლა ბევრი იტყვის, რომ რა მოხდაო, რაცო ყველას აქვს მობილური იგივე სმარტფონი და 1000 YouTube გადაჭედილია ვიდეო რგოლებით, რომლებსაც თითოეული მოქალაქე თავის თავს თვითონ წერს და მერე თავის ნააზრევს უზიარებს, დებს ამ YouTube-ზე. საკითხი, როდესაც წყდება გლობალური, ხო? ესეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, YouTube ანაცვლებს და ინტერნეტ ტექნოლოგიები ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში და ცხოვრებაში, რომ სინამდვილეში იჭერს ტელევიზიის აი საინფორმაციო საშუალებების ადგილს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი მაინც უკავშირდება ძალიან ტრივიალური და ძალიან ისეთი შეიძლება გამომდის სახსრებს. ამიტომ ჩვენ მოკლებული ვართ ამ უკანასკნელს, მაგრამ როგორც მაცხოვრებელია დათმობი ერთ-ერთი წერის დიდარი ვითარციესო, მაგრამ კარგი რა, იმიტომ რომ სოციალური ყოფა ესეთია ჩვენ. ქართველის, მე ხას უსვამ ქართველის. ახლა მოვუბრუნდები ასევე პოლიტიკური ნაწილს, რის გამოც იყო ასევე განპირობებული, რომ დიდი ხანი არ შევხვდით ერთმანეთს. იანვრის თვიდან მოყოლებული ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, რომელიც ერთგვარად გადავლახეთ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს მესვეურთაგან, საჭირო პრობლემებთაგან იყო აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. პოლიტიკური ნაბიჯები, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. და ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ჩვენი ორგანიზაციის, პარტიის, რომ აი ამ პროცესებისთვის ამ შემთხვევაში არსებულ ხელისუფლებას და ხას უსვამთ დე-ფაქტო ხელისუფლებას. ეხლა ვინმე შეიძლება პირველად ისმენდეს და ცოტა გაუკვირდეს, თუ ჩემი წინარე ჩანაწერები აქვს მოსმენილი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა. და ამ არჩევნებში გულისხმობ ჩატარებულ საპარლამენტო უმაღლეს სახელმწიფო არჩევნებს, სადაც უპირატესობა მოიპოვა ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ. რის შედეგადაც მან დააკომპლექტა მთავრობა აღმასრულებელი და ამ შემთხვევაში
ლეგიტიმური კითხვა, კანონიერი კითხვა დაებადება მსმენელს, მაყურებელსო, მაშინ რატო de facto? დიახ, მოგახსენებთ. De facto იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული თავრობა იქნა დამხობილი, იქიდან მოყოლებული ეს გადაცემა, ხელისუფლებების გადაცემა, ხო, უკანონო იყო. ამას გარდა ჩვენ ორგანიზაციის თაოსნობით იქნა მთელი რიგი ქვეყნის ხსნის და გადარჩენისთვის ჩატარებული მთელი რიგი ღონისძიებები და პირველ ყოვლისა ქართველ ერს და საქართველოში ცხოვრებთ გამოხატული აქვს 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოთხოვნებზე, რომელი მოთხოვნებიც ცხადყოფს ჩვენ ქართველების ლეგიტიმურ სურვილს, რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფლები და სუვერენები ჩვენს გადაწყვეტილებაში. კერძოდ, რომ საქართველოს პოლიტიკურად მიუმხრობელი ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს და უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და ეს ვინაიდან საგარეო პოლიტიკური ვექტორებისგან წნეხი იქნეს მოცილებული და შიგნით ჩვენი შეხედულებისამებრ უნდა მოვაწყოთ სახელმწიფო. უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია, რასაც ქვია კაპიტალიზმი და როგორც ბაზისი, როგორც საფუძველი და მისი ზედნაშენი მართვის პოლიტიკური სისტემა. ახლით. და ამ ხელმოწერების ლეგიტიმურობა დაადგინა და დააკანონა 2 მილიონამდე ადამიანის მიერ დელეგატების ყრილობა, სადაც ყრილობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ქართული ერის ეს სუვერენული ნება იყო დაკანონებული. და იმ ყრილობის მიერ მიღებულმა დადგენილებებმა ეს დადგენილებები ემცნო როგორც ხელისუფლებას, ისე 200-ზე მეტ სახელმწიფოს, სადაც ჩაიწერა, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამ ძირითად სტრატეგიული მნიშვნელობის და სტრატეგიული მნიშვნელობა არის ქვეყნის ხსნა გადარჩენა, ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება. რის გამოც იქნა დამხობილი ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა და თავად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მერე მოგვდინებული. აი სწორედაც მას შემდეგ სწორედაც აი ამ აქტის შედეგად ყველა მთავრობა იყო არალეგიტიმური და ერთადერთი საშუალება თავის სუვერენული უფლების გამოხატვის იყო ერის გადაწყვეტილება ხელმოწერებით გამოხატული იმ პუნქტებზე, რომელიც მე მოგახსენეთ, რომელიც კანონიერ ძალას შევიდა ეროვნული ყრილობის მიერ. და ყრილობის დადგენილებები ემცნო მოგახსენეთ 200-ზე მეტ სახელმწიფოს არსებულ ხელისუფლებას და ამ ყრილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადგენილება ეხება იმას, რომ ნებისმიერი არჩევნები ჩატარებული de facto-ა და ნებისმიერი ამ de facto არჩევნების არჩეული ეგრეთ წოდებული ამ შემთხვევაში მთავრობები არის არალეგიტიმური თავისი არსად. ეროვნული გადმოსახედი. დიახ, ეროვნული გადმოსახედიდან იქიდან ვამბობთ ჩვენ ამას, რომ იანვრის თვიდან მოყოლებული ამ მთავრობას ხელისუფალს სერიოზული კარგბაში ქონდა მიცემული, როგორც ჩვენი პარტიის თვიდან და ისე საქართველოში ცხოვრები და ქართული ერის უმრავლესობისაგან იმ კუთხით, რომ ის საჭიროებო საკითხები და ის გამოწვევები, მწვავე კრიზისული პოლიტიკურად საკითხები იქ ყოფილიყო გადაჭრილი მშვიდობიანად. ნუ მეტნაკლები
ყევების მიუხედავად და ყევებით ეს საკითხები რა ქვია როგორღაც გადაიჭრა. მაგრამ აქვე დადგა საკითხი საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან, იმიტომ რომ ჩვენი მარტო დამოუკიდებლობის მოპოვება, სრული სუვერენიტეტის მოპოვება კი არ არის, არამედ დააკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნებაც. ერთ-ერთი ქვეპუნქტი ასახავს აი ამ ხელმოწერებით გამოხატული, რომ საქართველოში მიწა, წყალი, წიაღისეული ეკუთვნის ქართველ ერს, მისი დუდრებულესობა ქართველ ერს და ის რაც გასხვისებულია, წართმეულია, უკან უნდა დაბრუნდეს. მოგეხსენებათ, სოხუმი, ცხინვალი ჩვენს იურისდიქციაში აღარ შემოდის. რუსეთის ფედერაცია ჩვენი უგვანი წინარე მთავრობების გამოისობით ეს ორი ჩვენი რეგიონი გამოაცხადა სუვერენულ სახელმწიფოებად და ასეთაც ცნობდა. იამიდან მოყოლებული, როდესაც ამ შემთხვევაში არსებული ხელისუფლების პრემიერმა ბატონმა ირაკლი ყუბახიძემ განაცხადა ხმამაღლა, რომ 2029-30 წლამდე ევროკავშირთან ურთიერთობები წყდება, იმიტომ რომ თავად ევროკავშირს ამ სხვა წევრებისთან, სხვა სახელმწიფოების გაწევრიანებასთან კარებს კეტავს და აქედან გამომდინარე ეს ჩვენ სამეზობლოში იქნა აღქმული და კერძოდ გულისხმობ რუსეთის ფედერაციისგან აღქმული ძალიან დიდ გმირობად და მართლაც ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და მართლაც ეს ჩვენი ამ შემთხვევაში ხას უსვა კვლავ არსებული დე-ფაქტო ხელისუფალთაგან ეს იყო დიდი გმირობის სტოპას. მაგრამ ეს იყო გამოწვეული თვითგადარჩენის ინსტინქტით და ამ შემთხვევაში ჩვენი სტრატეგიული გულისხმობ ქართველი სტრატეგიული ინტერესი და ამ შემთხვევაში მმართველის ინტერესები თანხმედრაში აღმოჩნდა და მოხდა. და რუსეთმა არ დააყოვნა დაინტერესებული მაყურებელს კარგად მოიხსენება, რომ რუსეთის ფედერაცია აბსუა სეპარატისტული მთავრობა შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, შეუწყვიტა დაფინანსება, ამას თავისი შინაგანი მიზეზები აქვს, იქ არაფერი არ კიდე როგორც იყო აფხაზეთი დანგრეული აი ესეთივე არც ინფრასტრუქტურა განავითარა. მოკლედ შუა საუკუნეობრივ ყოლაფში არის ეს ჩვენი ძირძველი ქართული მიწები ჩავარდნილი. და ეს იყო ნიშანი, რომ და თავად პირველმა პირებმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან განაკეთეს განცხადება ჩვენ მთავრობის გასაგონად, რომ აი ჩვენ მივესალმებით ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას, ჩვენ პირიქით არათუ ხელს არ შეგიწყოთ. ამაზე მეტი კარგობაში რა იყოს კიდევ რომ ღმერთის საბოძვარი, რომელიც აი ეს უმტკივნეულო ჩვიდობიანად უნდა მომხდარიყო არა ომის გზით, არა იარაღის გარონით, არა უბედურობით, არამედ მოლაპარაკების გზით. მაგრამ ამ შემთხვევაში თურმე აი ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ეროვნულ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხში მთავრობამ იმის მაგივრად რომ ინიციატივა კიდევ კვლავ ხელში აიღო და ნაბიჯი გადაედგა ჩვენ აფხაზები ძმებთან ამ შემთხვევაში. ეხლა ჩვენ ქართველებმა კარგად ვიცით რომ აფხაზები ქართველები არიან როგორც კახელები, მეგრელები, სვანები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ისინი აფსუები არიან, მაგრამ ჩვენ მთავრობას და ჩვენს ისტორიოგრაფს და პოლიტიკურ ნომენკლატურას ესე აქვს, რომ აფხაზი ცალკე ერია. რა ვუყოთ ახლა ამ ფაქტს? ამიტომ უნდა გავავარქვათ ისე, რაც ოფიციალურად დღეს გვია, თორე ისე ვიცით, რომ ესენი ჩვეულებრივად არიან ადიღეელები, იგივე ჩერქეზები. რომელიც მიზეზთა გამო ჩვენთან ცხოვრობდნენ და სხვათა შორის არც მათ ყალატოთ მეხსიერება ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ გადავარჩინეთ ცარისტული მეფის რუსეთისაგან ეს პატივცემულები, როდესაც შამილისთან ერთად ებრძოდნენ რუსეთის იმპერიას. და როგორ დავიცავით ისინი, როდესაც მათ
დავაბრალეთ, რომ ისინი აფხაზები არიან და ქართველები არიან, უბრალოდ მუსლიმი ქართველები არიან. თორე ძალიან ბევრი მუხაჯირობის გამო აი მუსლიმური აი ჯიჰადის დროშის ქვეშ რომ იბრძოდნენ კავკასიის ომში რუსების წინააღმდეგ გასახლებულები იქნებოდნენ და ჩვენ დავიცავთ. ეს კარგად ახსოვდა და ჩვენს გვახსოვს. მაგრამ ეხლა მოვუბრუნდები ისევ ამ თემას. რუსეთის ფედერაციისგან იქნა გადადგმული ქმედითი ნაბიჯები და ველოდებოდა ჩვენ თავობას. მაგრამ ამ შემთხვევაში აქ უკვე ინტერესები ქართველი ერის, მისი უდიდებულობისა ქართველის და არსებული მართველი დე-ფაქტო ხელისუფლებისა ისევ კვლავ გაიყო. მიზეზი რატო არ იქნა გამოყენებული ეს პროცესი ჩვენ და სასიკეთოდ კითხვას იმიტომ ხომ არა რომ პატივცემულები ამ შემთხვევაში გულისხმობ დე-ფაქტო არსებულ ხელისუფლებას არიან კაპიტალის ინტერესების კომაგდი და დამცველი. თავიანთი მონაპო არის ჭყალებში მონაპო არის იგივე ნაძარცვის შენარჩუნების მიზნით რამე თუ ყველა ეს უკანასკნელი რაც მათ ჭყალებში ის ჩვენ ხარჯზე სიკეთე აქვს მოპოვებული ყველაფერი აქვს დასავლეთისგან. იმიტომ რომ ამ დრომდე საქართველოს წარმოადგენდა კოლექტიური დასავლეთის სატელიტ კოლონიალურ სახელმწიფოებრივ წარმოქმნას. სადაც ყოველად გამორეცხილი იყო ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში ქართული ეროვნული ინტერესი. ჩვენ იმიტომ არ ვერეოდით, არ გამოდიოდი, თავს არ გაწყენდით, რომ ფიქრობდი, რომ ვინაიდან პატივცემული ბატონი ბიზინა ივანიშვილის ინტერესი ქვეყნის ხსნის და გადარჩენის და მასაც ხსნა და გადარჩენა უნდა თავის და ზოგადად თავისი მონაპო არის, რომ თანხმედრაში იყო რაღაცა ნაბიჯებს პოლიტიკურად, ვინაიდან საგარეო პოლიტიკურ ვექტორში სიტუაცია განლაგება, კონფიგურაცია მარტივად სახელმწიფოების და ურთიერთობების შეიცვალა დიამეტრალურად. ამერიკა ჰეგემონი უკვე აღარ არის. ეს თავად ტრამპის საწინასაარჩევნო ბატალიების დროსაც გამჟღავდა, ბაიდენის მმართველობის დროსაც გამჟღავდა, რომ უკვე მორჩა ამერიკის პირველობა მსოფლიოს ზეპარპაში. იმიტომ რომ წამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და წამოვიდა რუსეთის ფედერაცია როგორც ზემძლავრი სახელმწიფოების. და იქ კიდე ევროკავშირი ესე გაერთიანება რაღაცა კონგლომერატი ძალიან ქართველისთვის გაუგებარი გენეოლოგიისა წარმონაქმნი, რომელიც გამორიცხავს შიგნიდან თავად ეროვნულ ასპექტს, ერის მნიშვნელობას. ესე იგი, გერმანიაში რომ გერმანიელი არ იქნება, თავად გერმანელებმა ძალიან კარგად იცის. და ეხლა ჩვენ მაყურებელს და ჩვენ ქართველობა ვიცით, ვინაიდან ჩვენც ფეხადმულები ვართ, მომიტევეთ აი ამ ჩემი ქართულისთვის ფეხადმულობით, რომ გავიკაფეთ გზა არა მარტო ევროპის მიმართულებით, არამედ ამერიკისგან და მთელი მსოფლიოში გავედით. ემიგრაციაში წავედით, რათა იქიდან ოჯახები არჩინოს ქართველებმა. და იქ იცის ქართველმა, რომ რა დღეშია გერმანია, ნახევარი ბერლინი არის გერმანელი, ნახევარი ბერლინშია გერმანი, ნახევარი ბერლინი არის არაგერმანელისგან. და სტატისტიკურად კარგად მოგეხსენებათ ქართველებო, რომ 15% თუ ეთნიკურად არა იმ შენი ერის ეთნოსის წარმომადგენელია შენთან ცხოვრები, მამაკაცები სადღაც 40 წლიდან და აი 30-35 წლიდან და ზემოთ დემოგრაფიული სურათი იცვლება. გერმანიაში უკვე სანქტ არის საძებარი, რა ქვია, გერმანელი, საფრანგეთში ფრანგი და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ, რატომ არის
გაუგებარი გენეოლოგიის, გაუგებარი წარმომავლობის ეს ბაირაღი და დროშა აქვს აღმართული, სადაც აცხადებს, რომ ქრისტიანობა უნდა დასამარდეს. სადაც აცხადებს, რომ სოდომი ეს არის ჩვენი უდიდესი მიღწევა, დემოკრატია და ასე შემდეგ. სოდომი ყველას კარგად მოეხსენება. აი ეს ნარინჯისფერი და ეს ცისარტყელის ფერები რო აიღეს, აი ამ მიმართულების ორიენტაციის, აი ამ ბჭყალებში პატივცემულმა კრებულმა. ამიტომ შეიცვალა განლაგება. პოლიტიკური განლაგება შეიცვალა. და ამ დროს ჩვენ დავაცადეთ კარგლაში მივეცით ქართულ ოცნებას. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მე სიამოვნებს რიგით ქართველს და ნებისმიერ ჩვენ და სიამოვნებს ის, რომ ჩვენ წელებზე ფეხს ვიდგავთ, თურმე ჩვენ უნდა შემოვიჭიროთ ქავლები, სოფლიოში კრიზისია და თვითონ ჩვენ ხარზე ცხოვრობ. თურმე ნუ იტყვით და სოციალურად ისე ყავის და ისეთი ეკონომიური მიღწევები გვაქვს წელიწადში პროცენტულად ამდენი და თურმე ნუ იტყვით და საშუალო ხელფასი 2500 ლარია, გესმით? მე თავად მუშაობ პროლეტარი, კაცო. სად არის საშუალო ხელფასი? 2000 ლარი. არა. 1000 ლარი სად არის? და საიდან მოვაქვთ ეს ამბავი? ჰაერიდან. ეს ასეთი რიხით განცხადებები მაგონებს აი ესეთ ჩემს ბავშვობაში მამათა თაობა იკრიბებოდა თავშექმნის ადგილები და იმას ბირჟა ერქვა სამუშაოს დროს, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ, ბირჟები იყო რა. ხო ხუმრობით ამბობდნენ ჰაერბურგის ტრესტის დირექტორი, წარმომადგენელი, მუშა, ინჟინერი და ასე შემდეგ. ჰაერბურგის ტრესტია ეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის თვალთმაგზავი. მაგრამ მიუხედავად ამ სოციალური შეჭირვების და სოციალური შეჭირვება რომ გვაქვს, აბა შევხედოთ ეხლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვინც ბზაურო და 90% მე მგონი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ, ხოში გვიწევს. ერთი პერიოდი ქონდა ჩინელების შემოსევა ჩინეთის საფრთხო რესპუბლიკიდან. ეხლა ჩინელები ნაკლებად ხედავთ ჩინელებს. ეხლა არის პაკისტანელები, ინდოელები, არაბები და ასე შემდეგ. რუსთაველს გამზირზე ვერ გაივli, ირანელების, თურქების არის, მარჯანიშვილზე იგივე პლეხანოვი რასაც ქვია, ახლა დაუძაღმაშენებელისგან იქაც უმაღაზიები ეს ამათი. სად არის თბილისში ქართველი სარდლი ერთი მითხარით რა. და დაცარიელებული ქალაქი ქართველებისგან და ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს, ვინაიდან ჩვენ ორიენტაცია დღეს გაცხადებული გვაქვს კონსტიტუციურად, რომ ჩვენი სურვილია ნატოს პოლიტიკურ საბჭოთა ბლოკში გაერთიანება, ევროკავშირში აუცილებლად უნდა და თავადოდ ერთ-ერთმანეთს ეწინააღმდეგება ამათი განცხადებები. მაგრამ ეს არაფერია ამ მთავრობისთვის და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ვინც მედასავლეთელია. იმიტომ რომ რეალური საფრთხეები სწორედ ეს დასავლეთისგან და კოლექტიური დასავლეთისგან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო. ზუსტად გამოსახულია ეს ეროვნული მთავრობა დაამხო ამერიკის შეერთებული შტატებში არსებულმა სიღრმისეულმა მთავრობამ, რასაც deep state ქვია და ასე შემდეგ. ვინაიდან მის ინტერესში, სტრატეგიულ ინტერესში არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ასევე სხვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სუვერენული სახელმწიფოები. ვინაიდან მას უფრო ადვილად შეეძლო ემართა და გაეტარებინა პოლიტიკა. და ამ პოლიტიკას თუ ის ვინმე რომელიმე ეროვნული სახელმწიფოს წინააღმდეგობას გაუწევდა, მისთვის ძალიან საფრთხო იყო მის პირველობის საფუძვლების მომხრევი იყო. და იქიდან გადაწყდა ზუსტად გამოსახულია უბრალოდ შეასრულებინას მაშინ რუსეთის ფედერაციის პირველ პირს ბორის ელცინის, რომელი პიროვნებას ბორის ელცინი პრეზიდენტი
თავად რუსეთის ფედერაციას, რუსეთის სახელმწიფოს შლიდა. და ჩვენ ისე წარმოვიდგინა იდეოლოგიურმა, პროპაგანდისტურმა მანქანამ, რომ თურმე რუსები არიან მტრები და დანარჩენი ყველა ჩვენ ზირგვლივ, ყველა ჩვენი მოყვრები არიან. კიდევ უბრუნდები თავს. რატო არ გამოიყენეთ ბატონებო აი ეს შესაძლებლობა და რატო არ დასყიდით ჩვენ აფხაზ ძმებთან, იგივე ჩვენს ოს ძმებთან მოლაპარაკების მაგიდასთან და რატო არ დაიწყეთ რუსეთის ჩართულობით ამ საკითხის ტერიტორიების ჩვენი შიდა ქართლის, გულისხმობს სამაჩაბლოს, ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთის, იგივე სოხუმის რეგიონს, აი დაბრუნება. იმიტომ ხომ არა რომ თქვენი ინტერესები იყო აქ პირველ რიგში და არა ევროპული. საწყობი ხენაყოფით იცნობა. თან კიდევ გუშინ მაგალითად თქვენ ცივი წყალი და დუღარეს გადაგასხათ. ჯერ ცივი წყალი და მე დუღარეს გადაგასხათ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, როდესაც გამოაქვეყნა ყოველწელს ახალ არჩეული პრეზიდენტი და ყოველწელს აქვეყნებს სიას ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირე, ვინ არის მეგობარი ქვეყანა სახელმწიფო, ვინ არის არამეგობარი ქვეყანათა სიაში და ვინ არის მტერი. ამ პატივცემულ de facto ჩვენ მთავრობას ქართული ოცნების სახით ეგონა და დიდი იმედები ჰქონდა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციის და მისი პოლიტიკის, რომ ჩვენ ქვეყანა შეიტყავდა მეგობარ სახელმწიფოთა ხსიაში. არ შეგვიყვანეს. და აი ამის გამო, რო არ შეგვიყვანეს, იყო ის იმიტომ იქნა არ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთთან და ოსეთთან სასაუბრო. რუსები საკმაოდ უნდა ჩართულობთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანად, ჩვენ ვერანაირად სამხედრო ძალადობრივი გზით მაგას ვერ შევძლებთ. აქ არის წმინდა წყლის ფინანსების ინტერესი. და ფინანსისტები ეს არის ხროვა ადამიანების, რომელიც ჰაერიდან არაფრიდან ჩვენს დოულას ეს ეუფლებიან თაღლითური გზებით, სქემებით და გვამყოფებენ ისე დღეში, როგორც ჩვენ დღეს ვართ. ესე იგი, მარტო დემოგრაფიული საკითხი კმარა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, ამ სისაზაგრეს, ამ უზნეობას, ამ ზნეობრივად დაცემას და პოლიტიკურ და სამხედრო, ესე იგი, გაკარკაშებულ ქვეყანას ერთადერთი კიდევ ისაკდა, რომ გახსნა ამ მთავრობამ დაუშვა ვიზები, ესე იგი, უვიზო მიმოსვლა ავღანეთთან, რომელიც სინამდვილეში ყველას კარგად მოიხსენება, რომ ეს არის მაინც თალიბანი მართავს. თალიბანი ისევ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ეხლა რაც შეუძლია აპოლონს, ის არ შეუძლია ხარს რუსეთის მთავრობის პირველი პირი თუ თალიბანთან ურთიერთობს, ეს არაფერია. იმიტომ რომ რუსეთია. თუ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება და ის ურთიერთობს თალიბანთან, მიუხედავად ყველაფრისა, იქიდან უდამოძუებული რომ გამოიწურწა ავანეთიდან, ეს არაფერია. მაგრამ შემოდესაც ამას აკეთებ, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა ქართლისთვის. მე პაკისტანთან უვიზო მიმოსვლა შეიძლებოდა. პაკისტანი, რომელიც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა და უპირისპირდება თავის დედა სამშობლოს, ამ შემთხვევაში ინდოეთს, რომელიც ასევე ბირთვული სახელმწიფო გახლავთ, იქ წმენის გამო პაკისტანი მუსლიმური სახელმწიფოა, მაჰმადიანური, ინდუისტურია, თავად ინდოეთი. და ამათ შორის დაპირისპირების გამო პაკისტანი საერთაშორისო სამართლის თანახმად ასევე შედარწმულია ტერორისტულ სახელმწიფოდ. და ამ ხალხს ჩვენ უხსნით ვიზებს, ეს უკაცრავად.
რას ნიშნავს? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოზე და სახელმწიფო მოწყობაზე და ჩვენს მომავალზე მარტივად ეს დე-ფაქტო ხელისუფლება ხელს იღებს. როგორც პილატემ დაიბანა ხელი მაცხოვართან მიმართებაში. მე მინდოდაო, მაგრამ არ გამომივიდაო. რას ნიშნავს მინდოდა და არ გამომივიდა პირესვენ? რას ნიშნავს ეს უკანასკნელი? არ იცი ბატონო, შიდა კულუარული პოლიტიკა რა ინტერესები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორ ხარჯს დაჭერას უცხადებს ისრაელს და ისრაელის ნომერი პირველი მიზანია, რომ ირანის სახელმწიფოზე იქნას მიტანილი ამერიკის შეერთებული სამხედრო ძალებისგან იერიში და ირანი განადგურებული იქნას. აქ არ იცის ჩვენმა ხელისუფალმა დე-ფაქტო მთავრობამ, რომ თურქეთი ამ დროს რა პოზიციას იკავებს? იქნება ავიწყდება მამას და მამას, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია და ირანის სულ ახლო მანძილზეა. ყოფს სომხეთი და აზერბაიჯანი. და თურქეთის მესვეულის ერდოღანის პოზიცია ისრაელის სახელმწიფოსთან მიმართებაში. და ამ დროს ტრამპი თუ მხარდაჭერას უცხადებს ირანის წინააღმდეგ და ამ პოლიტიკის განხორციელებაში და ისრაელი აფართოებს თავის ტერიტორიებს, შეიჭრა ლიბიაში, სირიაში დიდად ფლობს აი ამ ტერიტორიებს, რის გამოც დაამკვიდრეს ბაშარ ასადის რეჟიმი. მანამდე ერაყში ერთი ამბავი დაატრიალეს არაბულ სამყაროს. ამას გარდა ჩვენს კიდევ ჩილეს სამეზობლოში ტრამპის განცხადება რო ეგონათ, რომ აი ბაიდენი იყო, მარტო ქვეყნის ამომგდები და ბაიდენი იყო სატანისტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოგეხსენებათ მათმა კონგრესმენებმა რო გააკეთეს განცხადება უკრაინაში დღეს 13 ტრილიონი დოლარის ღირებულების ნედლეულიაო და ჩვენ მაგაზე უარს როგორ ვიტყვით. და სულ ახლა ხანს ზელენსკის მთავრობა ვითომ უნდა დამთავრებულიყო რუსეთის ფედერაციის პირველი პირის ეს საგნებო სამხედრო ოპერაცია, რასაც ქვია რუსული აბრევიატურით SVO, სპეციალная военная операция, ესე ქვია რუსულად. მიზნად ისახავდა ფაშისტური რეჟიმის იქ დამთავრებას და ეგრეთ წოდებული აი ამ ხალხლანდიის სახელმწიფოს განთავისუფლებას ამ ძალებს. ხოდა რა ხდება? ჩვენ ხედავთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპი ხელშეკრულებას აფორმებს ზელენსკის მთავრობასთან და ესე იგი გამოდის, რომ ეს ტყუილი ჯაფა ყოფილა რუსეთის მხრიდან და აფორმებს ხელშეკრულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთად მოიპოვონ ეს ნედლეული. რაც ჰქონდა ბაიდენის კლანს ჩაგდებული ხელში. მისი შვილის, რომლის შვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშია მიცემული და დღემდე საქმე არის აღძრული და მიმდინარეობს. და ციხეში. ესე იგი, იგივე პოლიტიკას არის. თუნდაც ჩვენ სამეზობლოში რუსეთთან მიმართებაში ტრამპი კი არ ანელებს რუსეთთან ურთიერთობას, კი არ პირიქით ამწვავებს ახლა. მე ადრე წინა გადაცემაში კარგად მახსოვს, რომ მოვიტანე ესეთი კუმე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაუშვათ კინემატოგრაფით, თავისი სახვითი ხელოვნებით და შემდეგ თავის ინტერესებს ხმამაღლა აცხადებს. და განსაკუთრებით ამის გამომხატველი არის ჰოლივუდი. და გახსოვთ ჩვენ თაობას და ჩვენ თაობას ახსოვს Walt Disney-ის ფილმები, მულტიპლიკაციური ფილმები. იქ იყო ერთი პერსონაჟი, იხვი დონალდი. საზღვაო სამოსია აცვია აი ამ პერსონაჟს, ძალიან აგრესიულია, იხვი მოგეხსენებათ. ძალიან ჩვეულებრივად არის ეს წყლის ფრინველია და მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატებიც არის საზღვაო იმპერია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა კონტინენტია და ხმელეთია. მაგრამ ეს სულიერი ინგლისისაგან საზღვაო იმპერიის, ესე იგი ესტაფეტაა გადაცემული ამერიკის შეერთებულ შტატებში. იხვი დონალდი არის ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის პერსონიფიცირება. όλα წარმოდგენა აი ამ Walt Disney-ის ფილმში.
ის მუდმივ არის მაგის აუცილებლობა თუ არ არის ეს პერსონაჟი ესე იქცევა. მირდის იწყებს აყალმაყას, ჩხუბს, კარგად როსცემენ, მე ეხმაროს იარაღს, ტყუილები და დარბის და ესე არის. აი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები დღეს. და დაუბრუნდები ახლა ამერიკის შეერთებული შტატების თავად პრეზიდენტს. სულ ახლახანს გარდაიცვალა რომის კათოლიკური ეკლესიის პაპი ფრანცისკი და ამასთან დაკავშირებით მთელი სერიოზული პრობლემები იყო, სულიერ საკუთრით მთელ კათოლიკურ სამყაროში და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დადო ტრამპის ტვიტერზე ხოლმე გაუგონარი თავხედური ფოტოშოპი, სადაც პატივცემულ დონალდ ტრამპს აცვია რომის პაპის სამოსი ტიარათი და ამ ქმედებას და ეს არის პოლიტიკა, რომ ამ შემთხვევაში რომის კათოლიკური ეკლესია მარტივად ვატიკანი იგივე სახელმწიფოა, თეოკრატიული სახელმწიფოა, სადაც სასულიერო პირი და სახელმწიფო პირი ერთი და იგივე ადამიანია. და მას მსოფლიოში ძალიან დიდი გავლენა აქვს. ძალიან დიდი გავლენა აქვს. მართალია, მას ძალიან პატარა ტერიტორია უჭერია ვატიკანს, მაგრამ ჯარი ისეთი არ აქვს, როგორც დანარჩენი სახელმწიფოებს, თუნდაც იტალიას, მაგრამ სინამდვილეში თავის საცეცები, ფინანსები განსაკუთრებით და ქონება და თავისი გავლენები ძალიან დიდი აქვს. არამედ ნაკლები ვინმე იმ სიგრძეულ მთავრობას, რასაც ქვისწრელი საძმო ქვია, ტამპლიერები ქვია, ჩემო ბატონო, მალტის ორდენი, როზენკრეიცერები და მთელი ეს, როგორც იტყვიან, კოქტეილი რა, ვინც დედამიწისეულ ადამიანს პარაზიტებად სხეულზე ასხავს. და ამ დროს დონალდ ტრამპის ეს უგანეს აქციები და ატეხილი ამბავი. რას მეუბნება ჩვენ? ჩვენ მეუბნება შემდეგს, რომ ამით დონალდ ტრამპი აბუჩად იგდებს და მარტივად ავლენს თავისი იხვი დონალდის აი პერსონაჟის მულტიპლიკაციურ ფილმში, რაც არის იმ პერსონის სულთა პროექციებას. პირდაპირ მიშორი. როგორ ფიქრობთ ახლა ქართული ოცნებას მოუმართო. ასეთ პიროვნებას თქვენ რაიმის ურთიერთობას მოაწყობდი? იმის გულისთვის რომ თქვენმა შვილებმა იქ იმათ დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში და იქ მიმოსვლა თავისუფალი ქონდეთ, ამის გულისთვის ამას ანაცვლეთ ქართული ეროვნული ინტერესები. და ეს მართალი საქციელია თქვენი და ზნეობრივი საქციელი და ქრისტიანული საქციელია. ამ დროს გარდა კიდევ ჰოლივუდმა 90-იან წლებში გადაიღო სურათი, სერიალი, სადაც ერთი პრეზიდენტი ხდება დიდი ძალისხმევით, მოკლედ ძალიან ძინედ ხდება პრეზიდენტი და მე ეს პრეზიდენტი აცხადებს თავს მონარქად. როდესაც კაცს მოგესწრებათ ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა ანგლიკანური პროტესტანტული ეკლესიის წევრებისაგან. ეს სახელმწიფო მათ შექმნეს. პროტესტანტიზმი ქართველს და მართლმადიდებელს ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი, რას წარმოადგენს. როდესაც პატივცემული ტრამპი ასეთ განცხადებას, პოლიტიკურ ესე იგი შარს გამოფენს და აკეთებს, ეს უკვე განცხადება და გავიხსენე რა მე ეს ჰოლივუდის ეს კინოპროდუქცია სერიალი ხვალზე შესაძლებელია ვინაიდან ბრიტანეთის იმპერიასთან მას ძალიან დიდი დაპირისპირება აქვს ხვალზე მათ შეიძლება თავი მეფედ და მონარქად გამოაცხადოს. აი ეს ამ დროს არა დაგიდევს მოგეხსენება იუგოსლავიას რაც გაუკეთეს კოსოვოს რომ წაართვეს სერბებს და ასე შემდეგ და დღემდე ეს კონფლიქტი მოუჩვენებელია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მთელი საქრისტიანოსთვის
იმიტომ რომ სერბები მოგესალმებათ მართლმადიდებლები არიან და ბრიტანული სამხედრო ავიაცია მართლმადიდებლებს როგორ ბომბავდა ბელგრადს ბომბავდა და გილოცავდა მართლმადიდებლები გაგვიგდო აი ბრიტანეთმა და ამერიკამ მაშინ ერთობლივად რომ მიიტანეს იერში ხოდა ამ დროს ბრიტანეთი და ამერიკა ერთმანეთს შეჭიდებულები არიან პირველობისთვის და ტრამპისთვის ძალიან ხელსაყრელია რომ მონარქად თავი გამოაცხადოს და ამას გარდა ყოველგვარად დაარღვია საერთაშორისო ნორმები ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ნატომ და კოლექტიურმა დასავლეთმა პირველად და მე ამას მოყვა თუნდაც ახლა ტრამპის განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ კანადას ჩენა უკვე მათ მობეზდათ და კანადას მიერთებს გრენლანდიას და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ კონტინენტზე იქნება ერთი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და როგორ ფიქრობთ ახლა რომელსაც განცხადებული აქვს რომ ჩინეთი ნომერი პირველი მისი მოწინააღმდეგეა როდესაც მას ყველაფერი დაუშვათ აიფონი Apple რო არის მოგეხსენებათ ხო ეს ტელეფონი და ეს ბრენდი მზადდება ჩინეთში ამერიკელი მოსახლეობისთვის ამერიკული ბაზისისთვის და ამის გამო Huawei და ეს თეთრი და ჭიდილები აქვს ამ დიდ მონსტრ გიგანტს ზესახელწიფოებს და ამ ვითარებაში ვეხვდებით ჩვენს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რომ მაგალითად როდესაც ინაუგურაციაზე მართალია პირველი პირის მეორე ნახევარი ყოველთვის უნდა იცოდეს და იცის ესე ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ მისი მეუღლის ჩაცმულობა შვილების გამოზეურება ეს ყველაფერი ერთ-ერთზე იბეორებს ას გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედის ჩაცმულობას და მონარქის ჩაცმულობას ეს ახლა ჩათვალეთ რომ ჩემი ვერსიაა მაგრამ ყურადსაღები ფაქტი და ფაქტები მე ეს ფაქტების ერთობლიობა ქმნის საერთო სურათს და ეს საერთო სურათი მეუბნება გონიერ ქართულს შემდეგსო ქართული ოცნება უკვე აცდენილია ძალიან ბევრ თავის მიერ გაკეთებულ განცხადებას დღიდან მოსვლისა საერთოდ აცდენილია 12 წელი საერთოდ აცდა დიდი მადლობა ბატონის ბიზინა ივანიშვილს იმის გამო რომ უიზო უბედურობაში და იმ კოლაფში არ ჩაგვაგდო და არ დაანება ქვეყანა ეს ქართული ოცნების თქვენი დამსახურება ქართული ოცნების არ არის ეს ერთი პიროვნების არის მე რატომ გუშინ ჩატარდა ქართული ოცნების ახლა პარტიის პირობა ბატონი კობახიძე იქნა არჩეული მე უსურვ ბატონო თუმცა მანამდეც იყო ბატონი ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი გახდათ ბატონი ასევე ირაკლი ღარიბაშვილი ასე ვიდა ჩვენ პროს გავიდე ვერ გავუდა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს დაუბრუნა ენერგოენერგიის მიწოდება დაუბრუნა ფინანსები და ასე შემდეგ იქ დაიწყებს ესე ვიჩვენ და ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსული ახალი პიროვნება დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რო გეგონათ რომ აი თურმე ჩვენ კარგად გვაცხოვრებს და ისე გავაგზავნებთ ორსკამზე შდომას გაგაცნეთ რომ სახარებისეული შეგონება ორი ბატონის სახური ვერ იქნება კაცი თუ ვერ იქნებით ბატონო და ამ შემთხვევაში ქართული ოცნება აი ამ ორსკამზე შდომის გამო ზარალდება საქართველოსგან ქართველობა მიდის ქართველობა საქართველოში აღარ ვართ და უახლოეს ხანში თუ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ და მთელი დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟი მოყვა რომ 11-ვე მოთამაშე იყო ეთნიკურად ქართველი რომელი
სახელმწიფოებსაც ეს სიკეთე და ეს ზა არ აქვს. ხვალზე ეს სურათი შეიცვლება. 2030 წლისთვის შორი აღარ არის. ჩვენ უცირესობაში ვიქნებით. მალავთ ბატონებო სტატისტიკას რამდენი პაკისტანელია შემოსული. რამდენი 10,000 პაკისტანელი და უცხოელი. და ქართველები კარგია. საშუალოზე. საზღვარგარეთ. ამას კიდე პოლიტიკური შიდა ნაღმები მოსდევს. ამერიკის შედეგი ეკითხებით ახლა მეკითხა. ყველაფერი ხო იცით რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეს რაც დეკემბერში ხდებოდა არჩევნების წინა პერიოდში ეს დამხობები რომ უნდათ ეს ხო ალაპარაკეთ ამ პატივცემულებს რომლებსაც თქვენ სისხლის სამართლის ბრალდებებია და უბრალოდ კომისია შექმნით იბარებთ და ეს რა ქვია სპექტაკლებს გვიწყობ პოლიტიკურ სპექტაკლებს იმას ალაპარაკებთ ამას პასუხს არავის არ გთხოვთ პირდაპირ გამოკვეთილი ნიშნები იყო რომ სახელმწიფო გადატრიალება და დამხობა იყო განზრახული ამ ბოროტი განზრახვა ჰქონდა და მაგათ პასუხისგებაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ აცლებთ და ყველაფერი ეს ორგანიზებული იყო იქიდან ოკეან დაღმიდან ესეც კარგად იცით რომ გაეკეთებინათ გეკითხებით რომ გაეკეთებინათ პეტარდების მაგივრად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რომელსაც აკრედიტირებული 20,000 თანამშრომელი ყავს ოფიციალურად და თქვენ ეს ხელი მოუწერეთ ამას და კიდე შევარდადი თავრობა მოუწერა რომ სამხედრო ნატოს თავრობები ოფიციალურად იარაღით შემოვლენ და დაკავება რაც არ უნდა ჩაიდოს ვერ დააკარებთ ეს ქართველებმა მერვა არ აცის რო დაერიგებინათ საერთოდან იარაღი აღმოჩნდებოდა საქართველოს სახელმწიფო უსუსულ დღეში ხომ მოახდენდნენ დამხობას პოლიციელები პეტარდებით რო დაწვეს იმას ცეცხლს გაუხსნიდნენ და დაამხობდნენ როგორ დაგამხობდნენ მაგრამ მაშინ ეხლა ყველა გონიერი ვარ ყველა როგორც თქვა განვიგრძნეთ ბატონები და მაშინ ლოგიკური კითხვა შეიძლება რომ მაშინ რატო არ დაუვიგა ამერიკამ და რატო იარაღი არ მისცა და არ დაამხო იცით რატო არ დაამხო იცით რატო არ დაამხო აი რომ დაამხობდნენ და მოითხოვდნენ მე ამერიკაში აქ შემოვიდოდა თბილისში შემოვიდოდა რუსის ტანკი ჭადი ჯვართან ეს ლენინგრადის რაიონი და ეხლა ახალგორი რო ქვია ცხეთიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში გადმოვიდოდა და შემოვიდოდა და დაიკავებდნენ თბილისს და ასევე აჭარაში და ასევე ესა და თელი ეს მოხდებოდა და ამაგით თქვენ დამსახურება არა ამერიკამ ეს სისულელე ნაბიჯი არ გადადგა როგორც მაშინ ვიედნამ მაშინ გაუვიდა იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციაში თავისი აგენტი ყავდა ბორის ელცინის სახით მანამდე გორბაჩოვის სახით ვინ საბჭოთა კავშირი დაანგრია ეხლა ჭკვიანი იყო გონიერი იყო თუ ნეფსით მოვიდა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი დიდი გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ცხოვრებული ვართ ყველანი ერთად გამოსავალი ისევ არის თუ გვინდა რომ მშვიდობიანად თქვენც არ გაზიარდეთ ბატონებო დიდრებო მარტივად რა კაპიტალი ხო თქვენ ახლა ცურბელები თქვენ ახლა ხუთი ბაცაცები და თქვენ მოგიწევთ ამ ფონების დამოუკიდება ჯობს თქვენი ნებით ამისთვის რომ თქვენი ნება იქნეს გამოხატული და ამას პოლიტიკურად ლეგიტიმურად გაფორმება თქვენ უნდა წამოხვიდეთ ამ გზაზე ერთადერთ გზაზე პოლიტიკურად ქვეყნის ხსნის და გადარჩენის ამ გზაზე უნდა გადმოაბაროთ ეროვნულ წყვილობას ქართული ერის სუვერენულ უფლების გამომხატველ ორგანოს თქვენი უფლებამოსილება de facto რათა ჩვენ შევძლოთ დავიბრუნოთ ის წართმეული მინდა წყალი წიაღისეული საზოგადოებრივი რათა შევცვალოთ მერმე საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია მისი ზედნაშენი მართლის პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკურად საგარეო
ურთიერთობებში გამოაცხადოთ ჩვენი სახელმწიფო ნეიტრალურ ქვეყნად სახელმწიფო განსაკუთრებულ სტატუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც უკვე გადაიყოლეთ თავს. თუ ფიქრობთ რომ იმ ტონზე შეთხართ რომელსაც არ ჭრით, დიახ ჭრით იცოდეთ. და იმ ტონზე იმიტომ შეთხართ რომ ფულები დააგროვოთ და მე აქედან როგორ გაიქცეთ, როგორც მეშევიკების დამრობა გაიქცა, ხო? ჟორდანიას დამატებით. და წაიღო ქვეყნის გავლადება. ვითომ ეროვნულები რო იყვნენ, მეშევიკების დამრობა, სოციალ-დემოკრატებს გეუბნებით თქვენ. მეშევიკები რო და ერთ შტაბმოვლებს. ილიას ყლელებს გეუბნებით. ილია ჭავჭავაძის ყლელებს. არა, ზოგიერთი ვაი ისტორიკოსი. რომანს და მითქიცებს, რომ ილია ჭავჭავაძეს ეს არავითარ შემთხვევაში ესო ტყუილია მითიაო, რომ იმ კრებაზე გურიაში რო ჩატარდა ჟორდანია ხელმძღვანელობდა როგორც მეშევიკი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქცია მეშევიკების და მეორე მხრიდან იჯდა ჟორდანიასთან პატიცემული ბოლშევიკების ფრაქციის წარმომადგენელი ფილიპე მაღარაძე. ორივე მეტად გამოუტანეს ასე და არა ეს ტყუილია ტყუილია. აბა ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე? აი ილია ჭავჭავაძის კვლელების გამგზელებლები ხართ. და თქვენ ისევე გინდა გაიქცეთ, მაგრამ იქაც რო გაიქცევით, გეტყვით, ფული რა გინდა, კაცო, ეს დოლარი გინდა ევრო. უკვე ეს ფული რო იცოდეთ რა, თქვენ ერთად როგორც ქართველი ქართულს გეუბნებით, რომ დააფიქრდე რა, არ მინდა რომ შენს დაიგო, კაცო. თუმცა ეშვაკები ყავს რა, ბარჯული მარცხანა. კეთილი ანგელოზები აღარ აქვს თქვენ. მაგრამ იქნებ გაგეხსნათ გონება და გაგინაცდეთ, რომ იქ რო წაიღეთ ამ დოლარს და ევროს. მიჯო, ეს დოლარი მაშინ უნდა გაანაბდო ოქროთ, მაგრამ ოქროს როდესაც დაგინახავთ, წაგაცნობთ. იმიტომ რომ სოფლიო ეხლა არის დილემის წინაშე, სოფლიო ერთმართველობის აი ეს რაც პოლიტიკა ორი მიმართულებაა რა, პირდაპირ მიღებული. ტრამპის სიხრისეული მთავრობის წარმომადგენელი. ტრამპის ჩვეულებრივი გლობალისტია, რადგან გეუბნებოდეთ. უბრალოდ ამ გლობალისტებში არის ორი ფთა. აი ესე რომ წარმოვადგინოთ. ორი ფთა, ერთი ფთა, მეორე ფთა. ერთი ფთა ის აზრია, რომ ციფრულად უნდა ციფრული ფული უნდა შეიქმნას და ამ ციფრულ ფულის რა ქვია იმაში ესენი თანხმედრაში არიან, მაგრამ არის განსხვავება შემდეგი. ერთი მიმართულება ეს ლიბერალური ეს სატანისტის ხრობა ამბობს, რომ ადამიანი ჩვეულებრივ უკვე პოსტჰუმანურ ეპოქაში ცხოვრობს და ადამიანი ბიოლოგიურადაც უნდა შეიცვალოს. ესე იგი, ზოგს ღორის დინგი უნდა მოგვეზარდეს, ზოგს სქელი, ჩლიქები და ასე შემდეგ. მართველი უნდა დარჩეს ადამიანური სახის, ვის ელიტა იქნება პირამიდის თავში. დანარჩენები აი მაგათი და ცხოველი, პირდაპირ მნიშვნელობით. თუმცა ცხოველს რატომ ჭირს ცხოველს, მაგათი ღორს თავისი ადგილი აქვს. ცხვარს თავისი ადგილი აქვს, ხას თავისი ადგილი. მეორე ნაწილი არის სხვა რა, ადამიანის ესეთი იყოს, უბრალოდ დაჩიფული უნდა იყოს რა და ადვილად იმართებოდეს. და რომ წაიღებ ამ ფულს ჯერ არ არის გარკვეული რომელი კრიპტოვალუტაზე იყოს ლაპარაკი, ბიტკოინი თუ ასე შემდეგ. ვინ შეგარჩენს შენ ბიჭო? ქართველი. ძალიან მაგარო ქართველო, იმპულს რომელიც აქედან წაიღებ, ჩვენგან გაძარცვებს. როგორც გოიმს ისე აგახსნა. პირდაპირ გეუბნები, ნახალოკელი ვარ და თბილისელი ვარ და გეუბნები იმას რაც არის. ცვეჩი რა. იმიტომ რომ თქვენ აი როგორ გითხრათ, ის შემოძლებასობა ხა მე მომიტევეთ ჩემი ესეთი ქართულისთვის თუ ფრანგულისთვის რა. მაგრამ ამ ადამიანებს რო ელაპარაკები ამ გენით ხო? არის. აი კუჩასთან მაგალითად ბევრი რა ქართულ ოცნებაში ვერ არის რა მაგარი ბიჭი და არის გამიგე? და თუ არ შეავარჯიშოთ ეს პატივცემულები, ეს დე-ფაქტო მთავრობა გოს არ და თუ ჩვენ ვერ შეგანჯერებთ, ხო? დაუშვათ, ვერ გავწვით. ძალა არ გვეყო. მერტი შეგანჯერებ, ბიჭო. და მე უბრალოდ არ მინდა თქვენთან ერთად აი ამ კატაკლიზმებში მე მოხვდე ქართველებით. არა და ქართველი ერი პასუხს აღებს თუ არ შეასრულა მასზე დაკისრებული
ღვთისმშობლის ფუნქცია მისია. რომლის პოლიტიკური გამოხატულებაა ის გზა ქვეყნის ხსნაზე გადაჭენის, რაზეც მე თავში გესაუბრებ. აი ეს გახლავთ დღევანდელი ჩემი სასაუბრო თემა და ამ თემებს კიდევ უფრო გავარგმავებთ. მართალია ერთგვარი სუმბური იყო, მრავალი ფაქტი დავდეთ მოზაიკისთვის, ვის რა შეუძლია რო აციოს, მაგრამ თუ ამას გავაერთიანებთ, ნათელი იქნება ყველასთვის ეს სურათი. მადლობა მოსმენისთვის, მადლობა ყურადღებისთვის. ლավ, გავაგრძელებთ ჩვენ საუბრებს პოლიტიკაზე.